შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის გადამცემის სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით ერთობლივი საწარმო დაფუძნდა. ახალი ცენტრი მწვანე ენერგიის კორიდორის პროექტებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა-განვითარებაზე იმუშავებს. ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტირება, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 25%-იანი წილობრივი მონაწილეობით რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში დაარსდა საქართველოს, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთის გადამცემის სისტემის ოპერატორების ერთობლივი საწარმო Green Energy Corridor Power Company, GECO Power Company, რომელიც იმუშავებს მწვანე ენერგიის კორიდორის პროექტებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა-განვითარებაზე. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს ხდება პირდაპირ პრაქტიკული პარტნიორი ევროკავშირის, იმდენად რამდენად და სწორედ ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სივრცეები დაუკავშირდება ერთმანეთს. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას და ზოგადად სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს, რომ უზრუნველყონ ადგილობრივი გენერაციის სწორედ ევროკავშირში ექსპორტი ელექტროენერგიის